დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. რასაკვირველია ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობს. მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, იმ სიცოცხლეზე, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავახანგრძლივოთ სიცოცხლე და როგორც შევძინოთ მას განსაკუთრებული დატვირთვა. დიახ, ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ ადამიანის დღეგრძელობის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ხანდაზმული იდეა, რომელიც ადამიანს გაუჩნდა მაშინვე, როდესაც აღმოაჩინა სიცოცხლის ღრულობა. თუ ჩვენ თანამედროვე ჭრილში დავინახავთ ადამიანის სიცოცხლეს და არსებობას, დღევანდელი რეალობა გვეუბნება, რომ უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე კი არა, კარგად ცხოვრება უნდა ადამიანს და ამაში მატერიალური კეთილდღეობა სულაც არ იგულისხმება. ამ კეთილდღეობას ბევრი წახნაგი აქვს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაარსი ჩვენი არსებობისა, ამიტომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეგრძელობისა და ცხოვრების ხარისხის გააზრება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. დიახ, ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზე სხვადასხვა საფეხურს გაივლის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომელ ეტაპზე იმყოფება საკუთარი სიცოცხლისა, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისთვის ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა, რომელიც არის სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობა. და არა მხოლოდ. დღევანდელი ჩვენი ცოდნა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა უბრალოდ ვინ ვართ ჩვენ, ანუ ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა, არამედ ყველა მისი მდგენელი, როგორიც არის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად, ემოციური ჯანმრთელობა, გარემოს ჯანმრთელობა და არ უნდა დაგვავიწყდეს იმის გათვალისწინება, რომ სოციალური კეთილდღეობა საბოლოო ჯამში ყველა ამ ფაქტორით ყალიბდება. დიახ, კეთილდღეობა ზუსტად იმდენივე წახნაგი აქვს, რამდენიც ჯანმრთელობას, იმიტომ რომ თავად ჯანმრთელობა არის კეთილდღეობა. ამაზე ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ და არ დავიზარებ, კიდევ არაერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ადამიანის არჩევანი ბევრად განსაზღვრავს იმას, როგორია ჩვენი ჯანმრთელობის სხვადასხვა წახნაგი და შესაბამისად, როგორია ჩვენი კეთილდღეობა. დიახ, ჩვენ ძალიან ცოტა რამეს ვირჩევთ ცხოვრებაში, მაგრამ ერთ-ერთი, რაც ჩვენს არჩევანს უკავშირდება, ეს გახლავთ ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი, რომელსაც ადამიანი ირჩევს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს მასზე გავლენას და მიუხედავად ამისა, ცხოვრების წესი ხშირად განისაზღვრება არა მარტო ადამიანის პიროვნული არჩევანით, არამედ იმითაც, თუ როგორია მისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ ექიმები განსხვავებულად ვხედავთ ადამიანის სიცოცხლეს. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რომ ჩვენ ადამიანის აღქმა ცოტა განსხვავებული გვაქვს და ხშირ შემთხვევაში ჩემს მაგალითზე გეტყვით, გაცილებით აღმატებულია დამოკიდებულება, ვიდრე უბრალოდ ერთი ინდივიდის მიმართ, იმიტომ რომ ადამიანი მარტო სხეული არ არის. ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ მას ვხედავთ და ამიტომ, როდესაც ექიმები ვსაუბრობთ, როგორია დღეგრძელობის საიდუმლო, აქ გასათვალისწინებელია ჩვენი პროფესიული გამოცდილებაც და ჩვენი ადამიანური შეხედულებაც. როგორია დღეგრძელობა ერთი კონკრეტული ექიმის თვალით. აი ამ ისტორიას გაგიზიარებთ დღეს, ისტორიას ციკლიდან დღეგრძელობის საიდუმლო, რომელიც ამჯერად შორენა ლაბაძემ მოამზადა. ძალიან მიხარია ჩემს სამსახურში მოსვლა. შვებას მგურის თუ ვინმეს დავეხმარები, ეს პაციენტი იქნება, თანამშრომელი იქნება და რაიმე საკითხს დადებითად გადაუჭრი. მე ვარ თინა თინგოგუაძე, ექიმი პედიატრი. ჩემი მუშაობის თითქმის 45 წლიანი სტაჟის პერიოდში მომიწია მუშაობა სამედიცინო ლანჩხუთის სამედიცინო სამსახურის სხვადასხვა სფეროში. პირველად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთი სოფლის უბნის ექიმად.
ჩემი მუშაობის პერიოდი იყო როგორც რთული, ასევე საინტერესო. სამოქალაქო ომის პერიოდში მე მუშაობდი მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში და ამავდროულად ვიყავი ბავშვთა განყოფილების ექიმი პედიატრი. ჩვენი საავადმყოფო სავსე იყო დაჭრილებით, კეთდებოდა რთული ოპერაციები, ჰქონდა მხედრიონი შემოტევაც და ჩემი სამუშაო საათი განსაზღვრული არ იყო. სახლში მისულს უკან დაბრუნება მიწევდა. დღეში ვღებულობდი 30-40 პაციენტს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ძალიან მწირი საშუალებები იყო შედარებით მაშინ და ექიმი დიაგნოზს ძირითადად სვამდა ანამნეზით და კლინიკური მონაცემებით, ძალიან დიდი იყო რაიონის მოსახლეობის ნდობა სამედიცინო პერსონალის მიმართ და პატივისცემა. საგანგაშოა ის, რომ ალბათ არც სხვა რაიონი იქნება გამონაკლისი, რომ ახალგაზრდა კადრების ჩანაცვლება არ ხდება. ყოველთვის ექიმის მძიმე შრომის შედეგი, როცა პაციენტი გამოჯამრთელდება და მადლიერ პაციენტს ნახავს და ჩემ შემთხვევაში ამავდროულად მადლიერ მშობლებს, ეს არის ექიმის მძიმე გავლილი შრომის საფასური. ეს ყოველთვის იმდენად მომხიბვლელია, ზუსტად ამ ხიბლმა გადამაწყვეტინა ჩემი პროფესიის არჩევანი. ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რამდენად რთული სისტემაა ადამიანის ორგანიზმი. ჩვენ ხშირად ვამბობთ იმის შესახებ, რომ ეს არის ღია ბიოლოგიური სისტემა, რომელსაც მუდმივად აქვს კავშირი გარემოსთან და ყველა ორგანოს, ყველა ქსოვილს, ყველა უჯრედს თავისი ამოცანა აქვს ამ პროცესში შესასრულებელი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომელი ორგანო როგორ მუშაობს და როგორია მათი ურთიერთშეთანხმება, ჩვენ ორგანიზმს აღვიქვამთ როგორც ხმაშეწყობით მომუშავე ორკესტრს, სადაც უდავო დირიჟორი, რა თქმა უნდა, ჩვენი თავის ტვინია. ამიტომ იმსახურებს თუ არა თავის ტვინია იმას, რომ მას საგანგებოდ თარიღიც კი შეუსაბამო. დიახ, მედიცინა საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა ცალკეულ დაავადებებზე საუბარი, არამედ მთლიანობაში დავინახოთ თავის ტვინი. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ამ სიტყვების შეთანხმებას სხვაგვარად აღვიქვამთ და თანამედროვე შეხედულებებსაც გაგიზიარებთ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ თავის ტვინის დღე აღმოჩნდა მნიშვნელოვანი თარიღი, რომელზედაც პროფესიონალები შეთანხმდნენ. უფრო მეტიც, როდესაც თავის ტვინის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე სეზონზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა საყოველთაო ინტერესი ამ თემის მიმართ და ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ჩვენ არაუბრალოდ თავის ტვინზე, როგორც ორგანოზე, როგორც ანატომიურ სტრუქტურაზე უნდა ვისაუბროთ, არამედ ძალიან რთულ სისტემაზე, რომელიც ადამიანის დღეგრძელობასაც განსაზღვრავს, ცხოვრების ხარისხსაც განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ, ამასაც განსაზღვრავს და რაც მთავარია, ყველაზე საყურადღებო დღევანდელი ჩვენი გადაცემისთვის არის ის, რომ ტვინის ჯანმრთელობა ყველასთვის არის პროფესიონალთა სათქმელი, რომელიც სწორედ დღეს უნდა გაგიზიაროთ, რადგან 22 ივლისი საერთაშორისო შეთანხმებით ტვინის დღეა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ტვინის ჯანმრთელობის დღე ან ტვინის ჯანმრთელობის ცნობადობის დღე, რომელიც ყველასათვის ერთნაირად საყურადღებო თარიღი გახლავთ. როგორც უკვე გითხარით, 22 ივლისი საყოველთაო პროფესიული შეთანხმებით დათქვეს ექიმებმა როგორც თარიღი, რომელიც თავის ტვინის ჯანმრთელობას ეძღვნება. აღმოჩნდა, რომ ეს თარიღი არ იწვევს დავას, არა თავად კალენდარში მონიშნული დღე, არამედ როგორც ტვინის ჯანმრთელობისათვის მიძღვნილი კონკრეტული დღე და რატომ არის თანამედროვე მედიცინისათვის ასა აქტუალური არა ცალკეულ დაავადებებზე საუბარი მხოლოდ, არამედ ზოგადად ტვინის ჯანმრთელობის აღქმა, ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობართან და გულშემატკივართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე. დილომშვიდობისა ბატონო სანდრო. მე ძალიან მეამაყება ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა და ის გზა, რომელიც ერთად გამოვიარეთ, როდესაც თქვენ ძალიან ბევრ საჭირბოროტო საკითხზე საუბრობდით ჩვენს გადაცემაში და ძალიან ბევრ პრაქტიკულ რეკომენდაციას უზიარებდით საზოგადოებას. თუმცა დღეს ჩვენ მივედით განსხვავებულ ზღვართან.
იმ ზღვართან, სადაც მედიცინა მივიდა და ეს თემა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად. ჩვენ მთლიანობაში ვსაუბრობთ თავის ტვინის ჯანმრთელობაზე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სწორედ განმარტებით დავიწყოთ. რა იგულისხმება თავის ტვინის ჯანმრთელობის ქვეშ და რატომ აღმოჩნდა მედიცინა ამ აუცილებლობის წინაშე? ტვინის ჯანმრთელობა მართლაც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ ზოგადად ისეთი გლობალური ჯანდაცვის გნებავთ ესეთი პოლიტიკურ ან სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ვინაიდან ტვინი როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ორგანო, რომელიც განაგებს პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა ფუნქციას. ძალიან ესე მარტივად რო ვთქვათ. რაც შეეხება ტვინის ჯანმრთელობას, ტვინის ჯანმრთელობა ეს უკვე ჩამოყალიბებული ტერმინია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასე განმარტავს. ტვინის ჯანმრთელობა ეს არის ტვინის ფუნქციონირების ის მდგომარეობა, რომელიც დამოკიდებულია სხვადასხვა სფეროებზე, ეს არის სენსორული, ანუ აღთქმითი, ეს არის კოგნიტური, ანუ შემეცნებითი, ეს არის სოციალურ-ქცევითი, სოციალურ-ემოციური და მოტორული, რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოავლინოს მაქსიმალური შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი რაიმე ავადმყოფობის ავათარის თუ ჯანმრთელი. ესე იგი, ეს განმარტება გულისხმობს იმას, რომ სწორედ თავის ტვინია ის ორგანო, ის უზენაესი ორგანო, რომელიც მიუხედავად იმისა, ჩვენ რაიმით დაუძლურებული ვართ თუ არა სხვა დაავადებით, თქვათ, არა თავის ტვინის დაავადებით, ან თუნდაც თავის ტვინის დაავადებით, ჩვენ მაინც უნდა ვიფუნქციონიროთ ისე, რომ გამოვავლინოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო დეფინიცია მე მგონი და სწორედ კარგად პასუხობს აი იმ დროის გამოწვევებს, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. შესაბამისად, მიდგომაც ტვინის ჯანმრთელობის მიმართ არის ჰოლისტური, როგორც თქვენ აღნიშნეთ. მთლიანობაში, მთლიანობაში, ხო, მთლიანობაში განვიხილავთ ჩვენ ადამიანის ორგანიზმს, თქვენ გიყვართ ხოლმე დაავადების და გადაცემის დასაწყისში აღნიშნავ, რომ თქვენ საუბრობთ ადამიანს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, ჩვენ საუბრობთ ტვინის ჯანმრთელობაზე. ასეთი პერიფრაზით შეიძლება გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფრაზა, რომელიც თქვენ შესავლის შემაჯამებლად გამოიყენეთ, რომ ადამიანზე საუბარი, მის ტვინზე საუბარია პრაქტიკულად და პირიქით. თუმცა თქვენ ძალიან ბევრი წახნაგი წარმოაჩინეთ განმარტებით, რომელიც ერთი მხრივ ტვინის ჯანმრთელობას ასახავს და მეორე მხრივ პრაქტიკულად ადამიანის არსებობის სხვადასხვა წახნაგია. წარმოუდგენელია მოტორული აქტივობის გარეშე ადამიანი, წარმოუდგენელია სოციალური აქტივობის გარეშე ადამიანი, მისი ემოციური წახნაგების გარეშე, მისი შემეცნების გარეშე. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ადამიანზე, როგორც ცოცხალ სრულფასოვან ორგანიზმზე. არადა გამოდის, რომ ყველა აი ამ ფუნქციას, სასიცოცხლო ფუნქციას ერთი მხრივ განკარგავს ტვინი და მეორე მხრივ საუბრობთ დაავადებებისაგან დამოუკიდებლად თავის ტვინის ჯანმრთელობაზე. რა წანამძღვრები აქვს თავის ტვინის ჯანმრთელობას და როდის უნდა დავიწყოთ მასზე საუბარი? თუ თქვენ ბრძანებთ, რომ თავის ტვინის ჯანმრთელობა აქტუალურია დაავადებებისაგან დამოუკიდებლად, მაშინ როდის უნდა ვისაუბროთ და გავამახვილოთ ამაზე ყურადღება? თუ ასე ვთქვათ, გავამარტივებთ ისევ და ესეთ ჭრილში შევხედავთ, როგორშიც ჩვენ გვინდა რომ დღეს ვისაუბროთ, რასაკვირველია ტვინის ჯანმრთელობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დაბადებიდანვე. ვინაიდან ძალიან ბევრი ფუნქცია ტვინისა დაბადებიდანვე ვლინდება და შემდგომ ხდება მათი განვითარება. ორგანიზმის განვითარებასთან ერთად, ჭრილობის ასაკში, ბავშვთა ასაკში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება დაიწყოს, ტვინის დაავადება სხვა, დაიწყოს სწორედ ამ ასაკში და ის არ გამოვლინდეს ჯერჯერობით და შემდგომ უკვე წლების შემდგომ მოხდეს ამ დაავადების გამოვლენა. შესაბამისად, ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე თუ ზრუნვა არ დავიწყეთ უკვე სულ თავიდანვე, მაშინ ჩვენ შეიძლება შემდგომ წლების შემდგომ რაღაცა პრობლემა გაგვჩნდეს. ანუ ამაში რა იგულისხმება? ამაში რასაკვირველია იგულისხმება განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი ზოგადად ფუნქციონირების, როგორც ადამიანის, როგორც ორგანიზმის ფუნქციონირების მიმართ.
ეს შეიძლება იყოს კვება, ეს შეიძლება იყოს გარემო, ეს შეიძლება იყოს განათლება, ეს შეიძლება იყოს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისების მიმართ და ზოგადად ეს არის ზოგადად ესეთი კეთილდღეობის უზრუნველყოფა ადამიანისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება ტვინის ჯანმრთელობაში. ანუ ჩვენ პრინციპში ვიწყებთ პრევენციით და პრევენცია არის სწორედ ის ღონისძიებები, რაზეც ჩვენ ამ წუთში ვისაუბრეთ. ბატონ სანდრო, როდესაც თქვენ დაავადებებზე საუბრობთ ხოლმე ჩვენთან გადაცემაში წლების მანძილზე, აუცილებლად ხაზს უსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. თქვენ ახლა ხაზი გაუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისათვის წინასწარ დაფიქრება და წინასწარ ზრუნვა მის კეთილდღეობაზე და ადამიანის კეთილდღეობაზე მთლიანობაში. ტვინის ჯანმრთელობის შეფასება შესაძლებელია დაავადებებისაგან დამოუკიდებლად. ამას უნდა ვაკეთებდეთ, ეს მნიშვნელოვანია და რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ასაკის მიუხედავად ფასდებოდეს ადამიანის მთლიანობაში შეფასებისას ტვინის ჯანმრთელობა. ტვინის ჯანმრთელობის შესაფასებელი კონკრეტული ესეთი კრიტერიუმები პრინციპში შეიძლება ითქვას არ არსებობს. მაგრამ ტვინის ჯანმრთელობა, როგორც მოგახსენეთ, კავშირშია ზოგადად ადამიანის ფუნქციონირებასთან. შესაბამისად, თუ ადამიანი ფუნქციონირებს კარგად, ის აქტიურია, ის მუშაობს, ის თავიდან იცილებს სტრესებს, ის იკვებება სწორად, მას აქვს საშუალება გამოავლინოს თავისი პოტენციალი, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური, პიროვნული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანის ტვინი ჯანმრთელია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაღაც ესეთი ობიექტური ინსტრუმენტები, რომელიც ამას შეაფასებს, ცხადია, ესე ზოგადად შეაფასებს არ არსებობს. თუმცა ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადების გამოვლენა შეიძლება ჯერ კიდევ პრეკლინიკურ სტადიაზეც. აი სწორედ თანამედროვე ნევროლოგიის წარმატება გარკვეულწილად ამით არის განპირობებული. არსებობს გარკვეული ბიომარკერები, რომელთა აღმოჩენა ორგანიზმში, თავის ტვინში, სისხლში, ან თქვა თავზურგტვინის სითხეში, გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ ამა თუ იმ დაავადების განვითარების შესაძლებლობაზე შემდგომში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ბიომარკერი გახლავთ სისხლში და თავზურგტვინის სითხეში გარკვეული ცილის არსებობა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ამ პაციენტს შეიძლება შემდგომში დაემართოს ისეთი, ასე ვთქვათ, სერიოზული პრობლემა, როგორიც არის დემენცია და მათ შორის ვთქვათ ალცჰაიმერის დაავადება. შესაბამისად, ადრეული გამოვლინება ამ დაავადების ჯერ კიდევ პრეკლინიკურ სტადიაზე გვაძლევს საშუალებას ჩავერიოთ საკმაოდ ეფექტიანად და შემდგომ თავიდან ავიცილოთ თუ დაავადება, თუნდაც დაავადების სწრაფი პროგრესირება, რომელსაც შემდგომ მივყავართ ძალიან სერიოზულ ფუნქციურ უნარშეზღუდულობასთან. ეს ერთ-ერთი მაგალითი, ასეთი მაგალითები, თქვათ, ნებისმიერი ნევროლოგიური დაავადებისთვის შეიძლება თქვათ მოვიყვანოთ. ერთ-ერთი მათგანი არის თავის ტვინის სიზარღვოვანი დაავადებები, მათ შორის თავის ტვინის ინსულტი. ზოგადად ნევროლოგიური დაავადებების ტვირთში სიზარღვოვანი დაავადებების როლი უზარმაზარია. დაახლოებით 50%-მდე ეს გლობალური ტვირთი, რომელიც ისეთი გაზომვადმი მაჩვენებელია და გლობალურ ჯანდაცვაში და საზოგადოებების ჯანდაცვაში ეს მაჩვენებელი ცნობილია, ამ მაჩვენებელს ეძახიან ფუნქციური უნარშეზღუდულობით გამოწვეული უნარშეზღუდულობით მონიშნული კორეგირებული სიცოცხლის წლები. ანუ რას ნიშნავს ეს ტერმინი, ცოტა ისეთი შემაშინებელ ჭირს, მაგრამ ძალიან მარტივად მინდა რომ განვარტო. ეს არის ის წლები, რომელსაც დაავადებული პაციენტი კარგავს პირველ რიგში ნაადრევი სიკვდილობის გამო, ან ნაადრევი ინვალიდობის, ან ფუნქციური უნარშეზღუდულობის გამო. და ეს კონკრეტული რიცხვითი მაჩვენებელია, რომელიც ითვლება და აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლის განვითარებაში თავის ტვინის სიზარღვოვანი პათოლოგიის ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია, სადაც 50%-მდეა. მეორე ადგილზე მდგომი, თქვათ, თავის ტკივილი, დემენცია და ასე შემდეგ, მათი ხვედრითი წილი დაახლოებით 15-16%-ია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე იმ თვალსაზრისითაც, რომ თავიდან ავიცილოთ თავის ტვინის სიზარღვოვანი დაავადებები.
აი რაზედაც თქვენ საუბრობდით, ჩვენ ხშირად ჩემს პროფესიაში მე ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ეგრეთ წოდებული daily index-ი გვია ინგლისური აბრევიატურა უნარობით შეზღუდული სიცოცხლის წლები მე ასე ვთარგმნე თავის დროზე ქართულად. ძალიან საყურადღებოა ყველა დაავადებასთან მიმართებაში და ყველა პრობლემასთან მიმართებაში, მაგრამ ერთ გავრცელებულ თემას შევეხები თქვენი ნებართვით, როდესაც ტვინის ჯანმრთელობაზეა საუბარი, რატომღაც ასოციაციურად საზოგადოებაში. მე მესმის, რომ ეს თემა ასე გლობალურად დანახული ახალია ჩვენი საზოგადოებისათვის და ბევრად უფრო გასაგებია ცალკეულ დაავადებებზე საუბარი. მაგრამ თუნდაც ასე ზოგადი სიტყვათა შეთანხმება საზოგადოებაში აღძრავს სტერეოტიპულ ასოციაციას, რომ რატომღაც ეს ასაკს უკავშირდება. მხოლოდ ასაკია ასეთ შემთხვევაში ტვინის ჯანმრთელობისთვის. ცხადია დაავადებები გასაგებია. რასაკვირველია, მხოლოდ ასაკი არ გახლავთ. უკაცრავად დავაზუსტებ, იცით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება განმარტებისათვის, ასაკი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ტვინის ჯანმრთელობა დაზარალდება? მე ასე არ ვიტყოდი, ასაკი რასაკვირველია, ასაკს მოსდევს თავისი დამახასიათებელი ცვლილებები ტვინის ფუნქციონირებაში და ეს ბუნებრივია. ტვინი იწყებს გაცილებით უფრო ისეთ ოპტიმალურ ფუნქციონირებას, ასე ვთქვათ, არ იხარჯება ბევრ ვთქვათ არასაჭირო მიმართულებით და შესაბამისად ხშირად ასაკოვან პაციენტებს, როდესაც აქვს ჩივილი ვთქვათ მეხსიერების დაქვეითებაზე, ეს ყოველთვის არ წარმოადგენს რაღაც წინაპირობას ვთქვათ ან დემენციისა, ან ვთქვათ სხვა მეხსიერების დაქვეითებით მიმდინარე დაავადების. ეს არის ტვინის ასე ვთქვათ ინვოლუციის თუ მოდით ასაკობრივი ცვლილებების ნორმალური გამოვლინება. რაც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ასევე ჩვენი, ასე ვთქვათ, ამოცანა, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ აი უბრალოდ ჩვეულებრივ ტვინის განვითარებას, მათ შორის ასაკობრივ პაციენტებში, ანუ ასაკშიც. შესაბამისად, ჩვენ თუ სწორად წამოვართეთ და სწორად ვიზრუნდეთ ტვინის ჯანმრთელობაზე, ეს ყველაფერი გადავადდება, ეს ყველაფერი, თქვათ, ის დაავადებები, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან, გაცილებით უფრო რბილად მიდის და ჩვენ ჩარევის უფრო მეტი შესაძლებლობაც გვაქვს. ანუ რასაკვირველია, ასაკი თავისებურად ვლინდება, თავის ტვინის ფუნქციონირების თვალსაზრისით, თავის კვალს მაინც ამჩნევს. მაგრამ რასაკვირველია, ასაკი ეს არ არის განაჩენი, ეს არ არის აუცილებლად დაავადება თავის ტვინისა, რომელიც გარდაუვალად იწვევს ძალიან ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან შემცირებას. და შესაბამისად ტვინის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესება. რასაკვირველია. ახლა ტვინის ჯანმრთელობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ყველა ასაკზე, ჩვენ ამით დავიწყეთ საუბარი, ყველა ასაკზე ვსაუბრობთ. არის ბევრი დაავადება ტვინის თავის ტვინისა თუ ნერვული სისტემისა, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება ეს თანდაყოლილი დაავადებები, ნეიროგანვითარების, ასე ვთქვათ, განვითარებასთან, შეფერხებასთან დაკავშირებული დაავადებები და ასე შემდეგ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანმა შეიძლება შეიძინოს ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადება. მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტვინის ჯანმრთელობაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ უნდა მოვახდინოთ პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ უნდა დროებულად ჩავერიოთ იქ, სადაც და სამკურნალო ტექნოლოგიები კარგად არის განვითარებული და არსებობს და შეგვიძლია ძალიან ეფექტიანად უმკურნალოთ ასეთ პაციენტებს, ასეთ ადამიანებს და შემდგომ ჩვენ უნდა ძალიან აქტიურად მიმართოთ რეაბილიტაციას. სხვა შორის რეაბილიტაციური კომპონენტი ძალიან ხშირად ესეთი მივიწყებულია ხოლმე, მაგრამ ტვინის ჯანმრთელობაში ტვინის ჯანმრთელობის თვალსაზრისით რეაბილიტაციას, ეფექტიან რეაბილიტაციას ძალიან დიდი როლი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მდგომარეობაა ნევროლოგიური თუ ტვინის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის საკმაოდ კარგად რეაბილიტაცია შესაძლებელია და ადამიანმა შეიძლება აღიდგინოს გარკვეულწილად ფუნქციური უნარები იმ დონეზე, რომელიც ან თუნდაც თქვათ მიახლოებულ დონეზე, რომელიც მას ჰქონდა დაავადების განვითარებამდე. აი თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. ახლა ყველაზე საჭიროა საკითხს, იმიტომ რომ ერთია პრობლემა რომ შეექმნა ტვინის ჯანმრთელობას და მეორეა რესურსები და შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება თავად ტვინს ჰქონდეს. არის გავრცელებული აზრი დღემდე, რომ ნერვული ქსოვილის აღდგენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია,
ნერვული უჯრედის აღდგენა წარმოუდგენელი, ადამიანის სიცოცხლე არ ყოფნის ამ დროს, უბრალოდ არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ნერვული უჯრედი აღდგეს და დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, თუმცა სულ უფრო მეტი ინფორმაცია და კვლევა ჩნდება იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებული ტვინის პლასტიურობა, ტვინის უნარი ახალი ქსელების შექმნას, ასაკის მიუხედავად არ ყოფილა თურმე ასე შეზღუდული, როგორც აქამდე წარმოგვედგინა. ეს ტვინის ჯანმრთელობის თვალსაზრისით ახალი პერსპექტივების აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს, ბატონო სანდრო. უაღრესად საინტერესო, ასე ვთქვათ, მიმართულება. მე შემიძლია გითხრათ, რომ არათუ გამოჩნდა მონაცემები, რომ ეს ასე არ არის. ანუ არ არის ის, რომ ჩვენ წლების განმავლობაში, მე ჩემი სტუდენტობის დროსაც კი ეს იყო აქსიომა, რომ ტვინის უჯრედის ჩანაცვლება არ ხდება. ტვინის უჯრედით უხდება, მისი ასე ვთქვათ, ჩანაცვლება სხვა უჯრედით არ ხდება, რაც აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ასე არ არის. ტვინის რეგენერაციული უნარი აქტიურია ნებისმიერ ასაკში. მათ შორის ასაკოვან თავის ტვინშიც. და ეს დამტკიცებულია ძალიან მაღალი ხარისხის, მაღალი სანდოობის კვლევებით. აი სწორედ ეს პლასტიურობა, რომელიც ტვინს გააჩნია, არ ჩერდება, არ ხდება მისი, ასე ვთქვათ, შეჩერება ამ პროცესისა და შესაბამისად ჩვენ თუ აი ვისწავლეთ აი ამ პლასტიურობის რეგენერაციული უნარის გაუმჯობესება თავის ტვინის, ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემის გადაჭრასთან ახლოს ვიქნებით ყოველ შემთხვევაში. მათ შორის სიზარღვოვანი დაავადებები თავის ტვინისა, რომელიც ძალიან დიდ ფუნქციურ უნარობას ტოვებს, კარგად მოგეხსენებათ, ხო ინსულტის შემდგომი თქვათ, დაქვეითება ფუნქციებისა, სხვადასხვა დეგენერაციული დაავადებები, როგორც არის ალცჰაიმერის დაავადება, სხვა ტიპის დემენციები, პარკინსონის დაავადება, სხვა მოძრაობითი დარღვევები და ასე შემდეგ. ანუ ადამიანმა თუ ისწავლა ტვინის პლასტიურობას და ამაზე ბევრი, ასე ვთქვათ, კვლევა მიდის ამჟამად, ტვინის პლასტიურობაზე ზემოქმედება პოზიტიური თვალსაზრისით, რეგენერაციული უნარის გაუმჯობესება, ჩვენ რასაკვირველია ძალიან დიდი გარღვევის მომსწრენი ვიქნებით. ეს ინფორმაცია, მე ვფიქრობ, განსაკუთრებით ჭირდება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ის, რაც აქსიომურად იყო თითქოს ჩამოყალიბებული საზოგადოებაში მყარ პოზიციად, ნერვული უჯრედის და ნერვული ქსოვილის შესაძლებლობათა შესახებ, პრაქტიკულად თქვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა ამ სტერეოტიპს ამსხრევს და აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობას ქმნის ასაკის მიუხედავად ადამიანებისათვის. თუმცა აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მე მინდა რომ მაყურებელს გავახსენოთ თქვენ რითი დაიწყეთ საუბარი. გარდა განმარტებისა, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უთხარით საზოგადოებას, როდესაც ბრძანეთ, რომ ყოველდღიური აქტივობით, ყოველდღიური ადამიანური ჩვევებით, ცხოვრების წესის ფაქტორებით ჩვენ პრაქტიკულად ტვინის ჯანმრთელობას ვცვლით და განსაზღვრავთ ტვინის ჯანმრთელობას. ასეთ ფაქტორებს ადამიანები მედიცინა უწოდებს მოდიფიცირებად ფაქტორებს, ანუ მათი შეცვლა შეგვიძლია, მაგრამ არის ისეთი რამ ჩვენს იდენტობაში, რისი შეცვლაც დღეს ძალიან რთულად წარმოგვიდგენია, თუმცა ამის რესურსები მედიცინას სულ უფრო მეტი უჩნდება. ეს არის გენეტიკა, რომელიც ასევე განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას ზოგადად, ჩვენს კეთილდღეობას და მათ შორის ტვინის ჯანმრთელობას. რამდენად არის დღეს მედიცინისათვის ცნობილი, მაგალითად, ტვინის ჯანმრთელობის დამოკიდებულება გენეტიკაზე, იმიტომ რომ ყველა სისტემის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ ხოლმე გენეტიკის ჭრილში და აქ არის ეს ფაქტორი გასათვალისწინებელი. გვაქვს ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები ვთქვათ, რომ დიახ, გენეტიკა ბევრად განსაზღვრავს, როგორ იქნება ადამიანის ტვინის ჯანმრთელობა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. ძალიან მოკლედ მინდა ჩემი პასუხი მოკლე ესეთი სენტენციით დავიწყო, გენეტიკა განსაზღვრავს ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ ყველა დაავადება, მათ შორის ნერვული სისტემის და კიდევ სხვა, განპირობებულია გენების, გარკვეული გენების ფუნქციონირების თავისებურებით. ანუ ის დაავადებებიც კი, რომლებიც გენეტიკურად არ ითვლებოდნენ, ანუ არ არის ესეთი პირდაპირი ასე ვთქვათ, გენეტიკური კავშირები. ეს მინდა ჩვენი მაყურებლისთვის ახლა არ გავართულო და უფრო მარტივად თქვა. ანუ ჩვენ ვიცით, ჩვენ ვეძახით გენეტიკურ დაავადებებს, ისეთ დაავადებებს, რომელიც თავმავლობით გადაეცემა, ხო? დიახ, მემკვიდრულს. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მემკვიდრულ დაავადებებს. თუმცა ასე არ არის. გასაკვირველია, გენეტიკა გაცილებით უფრო ფართოა და გენეტიკური ფაქტორების ზემოქმედება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს მხოლოდ
ესეთი ტიპის გადაცემა, მემკვიდრული გადაცემა ამა თუ იმ გენისა და შესაბამისად ამა თუ იმ დაავადებისა. ანუ გარკვეული გენების ფუნქციონირების მომატება, კლება, მათი ინტერაქცია, მათი დამოკიდებულება კიდევ სხვა ფაქტორებთან, გარემო ფაქტორებთან განსაზღვრავს ძალიან ბევრი და პრაქტიკულად ყველა დაავადების განვითარების რისკსა თუ შემდგომ შესაძლებლობას. ესეთი დაავადებები შეიძლება ამის გამო განვითარდეს ან არ განვითარდეს. შესაბამისად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თვითონ გენეტიკური ამ ფაქტორების შესწავლას და თუ ამის საშუალება გვაქვს ამაზე ზემოქმედებას. აი ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ არამოდიფიცირებად რისკ ფაქტორებზე, მე ასე ვიტყოდი, რომ გენეტიკური ფაქტორები ყოველთვის ითვლებოდა არამოდიფიცირებად რისკ ფაქტორებად, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ გენეტიკური ფაქტორები გახლავთ პირობითად არამოდიფიცირებადი რისკის ფაქტორები, ვინაიდან გენური თერაპიის წარმატებები და ჩვენ ეპიგენეტიკის წარმატებები, რასაკვირველია, ეპიგენეტიკის წარმატებები ძალიან ბევრი დაავადების პრევენციის, ძალიან დიდი რაოდენობით ასეთ დაავადებები ჯერ არ არის, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ ძალიან მალე ჩვენ გვექნება საშუალება ბევრ დაავადებაზე ვიმოქმედოთ. გარკვეული ნევროლოგიური დაავადებებზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს. და ესეთი იშვიათი დაავადებები, რომელიც განაჩენი იყო თქვათ დაავადებული ადამიანისთვის, ეს ხშირად ნეიროგანვითარებითი დაავადებებია, აღმოჩნდა, რომ ესეთი გენეტიკური ჩარევით, გენეტიკური თერაპიით საკმაოდ კარგად ხდება ასეთი დაავადებების მართვა. მე მეცაც გეტყვით, ალბათ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ჩვენ ესეთი გენეტიკური და კურნალობით, გენეტიკური მართვით ჩვენ შეიძლება ბევრი დაავადებების პრევენცია გამოვიწვიოთ, უпроსოდ პრევენციას მივახციოთ და ეს შეიძლება იყოს ისეთი ბანალური დაავადება, როგორიც არის, თქვათ, ჭალებში ბანალური დაავადება, როგორც არის ინსულტი. ანუ ჩვენ ჩავერიოთ გარკვეული გენების ფუნქციონირებაში, ისე რომ თქვათ ის სიზარღვოვანი რისკის ფაქტორები, თქვათ, რომელიც განაპირობებს თქვათ ინსულტის განვითარებას, ეს არის ათეროსკლეროზი, ეს არის არტერიული ჰიპერტენზია. პრინციპში ამის პრევენცია და ამის პროფილაქტიკა მოვახდინოთ და საბოლოო ჯამში ადამიანს არ განუვითარდეს ინსულტი, რომლისთვისაც ის განწირული იყო გარკვეული გენების ფუნქციონირების და თუ არ ფუნქციონირების გამო. ну ეს ცოტა ისეთი შორეული პერსპექტივაა და შეიძლება ისეთი ფანტასტიკური, ისეთი მეცნიერული ფანტასტიკის სფერო იყოს, მაგრამ ბევრი რამ რაც ჩვენ გვეგონა ფანტასტიკის სფერო, დღეს რეალობაა და ჩვენ ვისწავლეთ ძალიან ბევრი ნევროლოგიური ანუ ტვინის ან ნერვული სისტემის დაავადებების მართვა. და ეს პროცესი ისეთი შეუქცევადია ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სანდრო სტუმრობისთვის, მადლობა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რომ დღეს ერთად აღნიშნეთ ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და რაც მთავარია საზოგადოებას, მე ვფიქრობ, ოპტიმიზმით ახსავსე ინფორმაციით გაუზიარეთ უამრავი წახნაგი იმისა, თუ რა განსაზღვრავს ტვინის ჯანმრთელობას, რამდენად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ტვინის წინაშე და რამდენი რამ შეუძლია მედიცინას დღეს უკვე და მით უმეტეს მომავალში იმისთვის, რომ ადამიანის ტვინის ჯანმრთელობა იყოს რაც შეიძლება დღეგრძელი. მადლობა ამისთვის. მაყურებელ შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. როდესაც თავის ტვინის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია ნებისმიერი ცოდნა არის საყურადღებო. განსაკუთრებით კვებით შუქნიშანი. როგორც ორიენტირი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ ტვინთან დაკავშირებული პრობლემები და დიდხანს შევინარჩუნოთ ტვინის ჯანმრთელობა პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც კი. მოდით რამდენიმე ისტორიულ ეტაპს გაგახსენებთ. რა თქმა უნდა, ჩემი ნათქვამი მთლიანობაში ვერ დაიტევს ყველანაირ ინფორმაციას, მაგრამ მათგანი, თითოეული მათგანი შეიძლება გეცნოთ და გაგახსენოთ, როგორი იყო წარმოდგენა მაგალითად კვებაზე თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის. ყველაზე პოპულარული რეკომენდაცია, როდესაც ტვინის ჯანმრთელობაზე და ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე იყო საუბარი და დღემდე არის საუბარი, უკავშირდება ბეჯგუფის ვიტამინებს და ყოველთვის აუცილებლად დარწმუნებული ვარ, თქვენც პირველ რიგში ეს თემა გაგახსენდებათ. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის ამაზეა ყურადღება გამახვილებული. და ამ ჯგუფში იგულისხმება B12 ვიტამინი და მისი მნიშვნელობა. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი B12 ვიტამინთან ერთად არის
B9 ვიტამინი, ანუ ფოლიუმის მჟავა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჯერ კიდევ ჩასახვამდე პერიოდში, რამდენად მნიშვნელოვანია ნერვული მილის ფორმირებისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ აუცილებლად B9 ვიტამინთან ერთად B6 ვიტამინზე და ამაში არის, რა თქმა უნდა, ლოგიკური და რაციონალური მარცვალი. დიახ, B-ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება გარკვეული ხარვეზი ნერვული იმპულსების, ნეიროპათიები. ამ მდგომარეობას უკავშირდება, ანუ B-ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს უკავშირდება ჰომოცისტეინის დაგროვება, წარმოქმნა, დიდი რაოდენობა, შესაბამისად რისკები, რომელიც გულსიზრახთა სისტემის და ნებისმიერი სხვა სისტემის ჭრილშია. ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც მედიცინამ უკვე გაიარა, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ტვინის ჯანმრთელობაზე. როგორი იყო შემდეგი ეტაპი ჩვენი ცოდნის გაფართოების? მხოლოდ B ვიტამინის და B-ჯგუფის ვიტამინების იმედად თავის ტვინის მართვა? არა. გათვალისწინება ანტიოქსიდანტებისა. უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად. და აი ამიტომ ტვინის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პროდუქტთა შორის გაჩნდა A-ვიტამინის შემცველი ან A-ვიტამინის წინამორბედი, კაროტინების და კაროტინოიდების შემცველი პროდუქტები. რასაკვირველია, ამ ჯგუფში აღმოჩნდა C-ვიტამინის შემცველი პროდუქტები და არანაკლებ მნიშვნელოვანი E-ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ყველა ჩამოთვლილი ვიტამინი და ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი საყურადღებოა თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის, თუმცა აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ არც ერთ მათგანს იზოლირებულად არ აქვს პანაცეის დატვირთვა. და როდესაც ანტიოქსიდანტებზე ვსაუბრობთ, ამ ჩამონათვალს ახალ ცოდნასთან ერთად გაუჩნდა ახალი კომპონენტი. ეს გახლავთ D-ვიტამინი. აღმოჩნდა, რომ D-ვიტამინი ისევე როგორც იმუნიტეტის, ზოგადად ჰორმონული სტატუსის, ლიპიდური ცვლის მოწესრიგების პროცესშიც კი აღარ ვსაუბრობ უკვე ძვალსახსხართა სისტემის ჯანმრთელობაზე, ჩართული ვიტამინი აღმოჩნდა. არა უბრალოდ ვიტამინი, არამედ D ჰორმონის სახელით. და ასეთ შემთხვევაში მისი როლი თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მაგრამ საკმარისია ცალ-ცალკე ამ ელემენტების ჩამოთვლა. საკმარისია მხოლოდ ამ ვიტამინებზე საუბარი, აღმოჩნდა რომ არა. თავარია მთლიანობაში დავინახოთ, როგორც ტვინის ჯანმრთელობა, ასევე ჩვენი თებში, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტია გაერთიანებული. და აი ამ ჩამონათვალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაკონკრეტება და გააზრება, არა მხოლოდ საკვები ჯგუფებისა, არამედ წყლის მნიშვნელობა, ცხიმების მნიშვნელობა ტვინის ჯანმრთელობისათვის. ხშირად ამბობენ ხოლმე, ტვინი ცხიმოვანი ორგანოა, ასე არ არის. ძალიან აკნინებს ეს განმარტება ტვინის მდგომარეობას, თუმცა აუცილებლად გაგახსენებთ, რომ წყალი და წყალშემცველი პროდუქტების როლი თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ორგანოსთვის. მაგალითად, კანზე როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე, რომ წყალი სჭირდება. ტვინი ძალიან დიდი ნაწილი წყალია და ამიტომ მას წყალი და წყალშემცველი პროდუქტები სჭირდება, ცილა სჭირდება. სხვაგვარად წარმოუდგენელია ტვინის მუშაობა. აუცილებლად სჭირდება კარგი ცხიმები, რომელთაც არა უბრალოდ ცხიმის დატვირთვა აქვს, არამედ როგორც ანთების საწინააღმდეგო პროდუქტს, აი ასეთი დატვირთვა აქვს. ომეგა-3 ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია, თუმცა ის მხოლოდ არ წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებს. მე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ადრე დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ ომეგა-3-ით დატვირთული ადამიანი თავის ტვინის ჯანმრთელობას მაქსიმალურად დიდხანს და კარგად ინარჩუნებს, გარკვეული ახალი კვლევებით კითხვებს ბადებს და რა კითხვებს ბადებს. დანამატის სახით უნდა შევავსოთ ჩვენი თავის ტვინი. აღმოჩნდა, რომ დანამატით დატვირთვაც კი ვერ უზრუნველყოფს თავის ტვინის ფუნქციას და ტვინის ჯანმრთელობას ისე, როგორც ამას აკეთებს ბუნებრივად საკვებში გაფანტული სხვადასხვა ნივთიერება. რატომ? იმიტომ, რომ სხვადასხვა საკვებში სხვადასხვა ნივთიერება ერთდროულად არის. ამ საკვებ ნივთიერებებს შორის მუშაობს სინერგიზმი და ანტაგონიზმი, ანუ ერთი იდეისთვის მუშაობა, ერთი მიზნისთვის მუშაობა და პირიქით ერთმანეთის საწინააღმდეგო მუშაობა. აი ეს
განსაკუთრებით თვალშისაცემია ანტიოქსიდანტების შემთხვევაში, ანტიდამჟანგავების შემთხვევაში. ეს არ არის უბრალოდ ფერადი პროდუქტები. ეს არის პიგმენტების მიღმა დაშიფრული ტვინის ჯანმრთელობის საიდუმლო. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თავმოყრილი კონკრეტულ კვების მოდელში. და კვების მოდელის თვალსაზრისით, დიახ, ტვინის ჯანმრთელობისათვის უკვე რამდენიმე ათწლეულია საუკეთესო მოდელად ითვლება სწორედ ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტა და არა მხოლოდ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად არა მარტო არტერიული ჰიპერტენზიის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით თუ ამ ორ მოდელს კვებისა გავამთლიანებთ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ამ კომბინაციას დღეს მოიხსენიებენ როგორც ეგრეთ წოდებულ mind დიეტას, ანუ ტვინის დიეტას. თუმცა სინამდვილეში ეს არის ხმელთაშუა და ეგრეთ წოდებული დაშდიეტის გაერთიანება, რომელიც თქვენ ძალიან ხშირად გესმით ჩვენს გადაცემაში, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემ მიერ არის ქართულად პირველად თარგმნილი, ადაპტირებული და ჩემს წიგნში უკვე დიდი ხანია ეს ინფორმაცია არის თქვენთვის გამოქვეყნებული. ხოლო როდესაც ჩვენ საუბრობთ, მხოლოდ კვების მოდელია საკმარისი ტვინის ჯანმრთელობისათვის, რასაკვირველი არა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ და გავითვალისწინოთ ის უხილავი სამყარო, რომელიც განსაზღვრავს არა უბრალოდ ორგანიზმის ჯანმრთელობის წონასწორობას, არამედ იმასაც, როგორ მუშაობს ტვინი და მე გაგახსენებთ, როგორ რეაგირებს მაგალითად ორგანიზმი, გულსიზრდახთა სისტემა, ნაწლავის შიგნით წარმოქმნილ ნივთიერებებზე. მივირთვის საკვები, ბაქტერიებმა გადაამუშავეს ეს საკვები და შემდეგ წარმოქმნილი პროდუქტები თავის გავლენას ახდენს გულზე, ტვინზე, სისხლძარღვებზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს არის ლოგიკა, სამეცნიერო მტკიცებულებებით დასაბუთებული, რომელიც გვეუბნება, რომ ნაწლავი იზოლირებული სამყარო კი არ არის, ნაწლავი არის ზუსტად ის სისტემა, თავისი მიკრობიომით, მიკრობიოტათი, პოსტბიოტიკებით ბოლოს და ბოლოს, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში სხვადასხვა სისტემის და მათ შორის ტვინის ჯანმრთელობას. როდესაც კვებით შუქნიშანთან ახლოს დგავარ, მე აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ყველა ფაქტორი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტვინის ჯანმრთელობა მარტო კვებაზე არ არის დამოკიდებული. კვება ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია ჩვენს ხელთ, მაგრამ შეხამები ცხოვრების წესის სხვა ფაქტორებთან, რომელია ეს? ეს გახლავთ ძილი და ძილის მოწესრიგება, ეს გახლავთ ფიზიკური აქტივობა, ეს გახლავთ სტრესის მართვა, ეს გახლავთ მავნეჩვევების ქონა, არ ქონა და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტვინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ისეთი ფაქტორი, როგორიც არის განათლება და ადამიანებისათვის, ანუ ჩვენთვის, სოციალური არსებებისათვის დამახასიათებელი სოციალური კომუნიკაცია და ამ ჩამონათვალში, რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთი ავტორის აზრით, რკინა უნდა დაემატოს, ზოგიერთ შემთხვევაში თუთია, იოდი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მაგნიუმი, არ უნდა დაგვავიწყდეს ქოლინი, რომელიც არა უბრალოდ ცხიმოვან კომპონენტებს ახლავთ, არამედ ტვინის ჯანმრთელობის წინაპირობა, არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლის საბედისწერო როლი და პირიქით შავი შოკოლადის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ფუნქცია, მაგრამ არა ცალ-ცალკე, არა იზოლირებულად, არამედ კავშირში ცხოვრების წესის ფაქტორებთან და იმ წარმოდგენებთან, რომელიც განსაზღვრავს იმას, ვინ ვართ ჩვენ. აი ამ სიტყვებით მინდა დაგემშვიდობოთ და ჯანმრთელობა ვუსურვოთ ჩვენს ტვინსაც და თითოეულ ჩვენგანსაც. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.